მოგესალმებით ძვირფასო რადიო მსმენელებო, ეთერშია შუადღის პოლიტიკა FM 98.5-ზე, რადიო სივრცის გაზაფხულის ქუჩის სტუდიიდან ვაგრძელებთ ჩვენს მაუწყებლობას. დღეს ჩვენ ვილაპარაკებთ სოფლიოში მიმდინარე გეოპოლიტიკურ პროცესებსა და ძვრებზე. მე გურამ ნიკოლაშვილი ვარ, ჩვენი სტუმარი იქნება გიორგი ანთაძე, მკვლევარი, პოლიტიკის სპეციალისტი და მასთან ერთად განვიხილავთ ვითარებას თუ რა ძირითადი ცვლილებებია სოფლიოს უსაფრთხოების კონცეფციაში, ძალთა ბალანსში და საბოლოო ჯამში ეს ყველაფერი როგორ ზემოქმედებს საქართველოზე. გასული წლის ბევრ რაღაცაში შეიძლება ჩვენ ასე მოიცოს, რომ ჩვენი შეფასებები და აზრები შეიძლება განსხვავდებოდეს, მაგრამ არის რაღაც ფუნდამენტური საკითხები, რაზეც ვთანხმდებით. ერთ-ერთი არის ის, რომ შარშანდელი წელი იყო ძალიან დრამატული ამ ცვლილებების კუთხის, მაგრამ ის რაც ადრე ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში იყო ხოლმე სადაო, წლის ბოლოს უკვე და ამ წლის დასაწყისში ძალიან მნიშვნელოვანი და ხმამაღალ ფორუმებზე მთელმა რიგმა მსოფლიო ლიდერებმა დაადასტურეს, რომ ეს ცვლილებები უკვე არის შეცვლილი, ძველი უსაფრთხოების და საერთოდ ძველი წესრიგი აღარ არსებობს, რომ ახალი ჯერჯერობით კვლავ არის განსაზღვრის თუ ჩამოყალიბების პროცესში და ჩვენ ცხოვრობთ ერთგვარ აი ამ ინტერრეგნუმში, პოლიტიკურ ინტერრეგნუმში, როდესაც ჩვენ არ ვიცით ხვალდაზეგ რა ახალ რეალობასთან მივალთ და ამ პროცესში, აი ამ შუალედში ამავე დროს მიმდინარეობს გარკვეული დრამატული ცვლილებები, რომლებიც არის დიდი გლობალური ცვლილებები, რასაც საქართველოს არ შეუძლია ზემოქმედება, მაგრამ არის რაღაც საკუთარი ქვეყნის შიდა პოლიტიკური დღის წესრიგი, რომელიც არის ერთობლივად ყველა პოლიტიკური ძალის მიერ განსასაზღვრი. პირველ რიგში ეს შეფასებები ეხება ისეთ ფორუმებს, როგორც იყო დავოსის ფორუმი, როგორც იყო მიუნხენის უსაფრთხოების ფორუმი, ჩვენ ნახეთ წინა წლებში გამოსვლები, იმიტომ რომ ერთი წელი არის მთავარი ცვლილება, რამაც განაპირობა ეს არის ამერიკაში ადმინისტრაციის ცვლილება, რომელიც ყველაზე მეტად ზემოქმედებს სოფლიო პოლიტიკაზე და ჩვენ ვხედავთ შეცვლილ რიტორიკას, დამოკიდებულებას და ასე შემდეგ. პირველ რიგში გიორგი დავიწყოთ ზოგადი შეფასებით, შენ როგორ უყურებ აი ამ პერიოდში, აი გაფორმებულ, მოდი ესე ვთქვათ, იმ ცვლილებებს, რაში ვიმყოფებით დღეს ჩვენ როგორც სოფლიო. კი ბატონო, მადლობა მოწვევისთვის, მივესალმები თქვენს მსმენელსაც და მაყურებელსაც. ჩემი წარდგენა რომ ბოლომდე ასე ვთქვათ, გავამდიდრო, იმასაც ვიტყვი, რომ წარმოადგენ ასევე ანალიტიკურ ცენტრი GeoCase და ეხა ინიციატივა ჯერ საქართველოს და ძალიან მნიშვნელოვანია ბუნებრივია ეს კონტექსტი შეკითხვებიც, რაც დასვით, რომელიც პრინციპში იმ კონტექსტ, გლობალურ კონტექსტს აღწევს, რომელშიც დღეს ვიმყოფებით. მე ცოტა შორიდან დავიწყებ შორიდან იმ გაგებით, რომ პირადად ჩემთვის ეს ცვლილებები არ დაწყებულა ახლა შეგულისხმობ უახლოეს 2 წელიწადს. უბრალოდ ეს დააჩქარა, რა თქმა უნდა, რუსეთის უკრაინაში ომის შეჭრამ. თუმცა მე ჯერ კიდე მაგალითისთვის 2016 წელს თებერვალში ფაქტობრივად 10 წელი გადის. მქონდა გამოქვეყნებული სტატია, მაქვს ეხაც ხელმისაწვდომი არის, რომლის სათაური იყო გეოპოლიტიკის დაბრუნება და საქართველოს სტრატეგიულ მარტოობაში. რაც ერთი შეხვედრი ძალიან მყირალა სახელი იყო 2016 წლისთვის, როდესაც თან თებერვლისთვის ჯერ დონალდ ტრამპის პირველი არჩევნები არ იყო ჩატარებული, ხო, შემოდგომაზე ჩატარდა. კი, და მით უმეტეს ახლა ჩვენთანაც ეს მთელი კურსი ჯერ კიდევ ვიზა ლიბერალიზაციას კი არ ქონდა მიღებული და მოკლედ არ ჩანდა თითქოს ეს არაფერი მოასწავებდა ამ ცვლილებებს, თუმცა მე ერთი გარკვეულ ლოგიკას ვანვითარებდი, რაც პრინციპში რის ასე ვთქვათ რეალიზაციას დაახლოებით 10 წელი დაჭირდა რა. და რას ეფუძნებოდა ეს? საერთაშორისო წესრიგი, რომელშიც ჩვენ ყველა თუნდაც როგორც ჩვენმა თაობამ იცხოვრა და ცხოვრობს დღემდე, რა თქმა უნდა ეფუძნებოდა პოსტ-საბჭოთა პერიოდს, როდესაც საბჭოთა კავშირის ასე ვთქვათ რღვევა მოხდა და ცივი ომის დასასრული იყო, ეს იყო ჩამოყალიბებული, ასე ვთქვათ, ამერიკის დომინანტობით საერთაშორისო, ასე ვთქვათ, ურთიერთობები, რომელიც ეფუძნებოდა, რა თქმა უნდა, ლიბერალური ინტერნაციონალიზმის სულისკვეთებას საერთაშორისო ურთიერთობებში, რაც გულისხმობს ღირებულებებზე დაფუძნებულ საერთაშორისო პოლიტიკას მეტწილად, სადაც ძლიერია საერთაშორისო ორგანიზაციების
აქტორების მნიშვნელობა დაწყებული როგორც სახელმწიფო ორგანიზაციებით, ისე საერთაშორისო ინსტიტუტებით, არასამთავრობო სტრუქტურებით, ორგანიზაციებით, სადაც მთავარი ერთ-ერთი წამყვანი, ასე ვთქვათ, პროცესი იყო გლობალიზაცია, თავისუფალი ვაჭრობა, საერთაშორისო დაკავშირებულება და მთელი ამ კომუნიკაციების განვითარება, რაც ამ პერიოდთან ახლდა. ეს ყველაფერი ეფუძნებოდა ამ საერთაშორისო წესრიგს, რომელიც რა თქმა უნდა პირველ რიგში ამერიკის შეერთებული შტატების ინტერესებს ემსახურებოდა, როგორც გლობალური ძალის, როგორც სამყაროს რომელიც იყო უნიპოლარული, ანუ ერთი დომინანტი ძალა იყო. და ეს დაახლოებით გრძელდებოდა, მე ვიტყოდი დაახლოებით 2013 წლამდე. და რა 2013 წლამდე, იმიტომ რომ ბუნებრივია აი ამ საერთაშორისო პოლიტიკის ხარდაჭერა სჭირდებოდა ძალის პრიმატი იმ გაგებით, რომ ამ პოლიციელის როლი დემოკრატიის დამცველის, დემოკრატიის გამფართოვებლის სოფლიო მასშტაბით, რა თქმა უნდა, ამერიკის შეერთებული შტატები იყო. ძალიან მოკლედ ეხლა მე რომ ისტორიული მიმოხილები არ შევიყვანო მაყურებელი და ბევრი არ ვისაუბრო ან თეორიებზე ან რაღაცა, ამდენიმე მნიშვნელოვანი მოვლენა იყო სოფლიო მასშტაბით, რამაც ამერიკის პოზიციონირება და როლი, მისი ძალის პროექცია საბოლოო ჯამში შეასუსტა და აიძულა ახალი რეალობისთვის თვალი გაესწორებინა. ეს რა თქმა უნდა პირველ რიგში მე გულისხმობ იმ ორ დიდომს, რომელსაც ის აწარმოებდა და ის შედეგები, რაც მის შემდეგ დადგა. როგორც ავღანეთის თვალსაზრისით, ისე ერაყის თვალსაზრისით. საერთო ნიშნით შეიქმნა გარკვეული სტრატეგიული ბუნდოვანება ომების დასრულების თვალსაზრისით, იმიტომ რომ კლასიკა ნებისმიერი, რომ ომი ვინაიდან პოლიტიკის გაგრძელება, ის ოდესაც ცვლის ერთ მშვიდობას სამხედრო ძალის გამოყენებით, ახალი მშვიდობის დასამყარებლად, იქ ეს ახალი მშვიდობა იყოს მყარი კონკრეტული შედეგების მომტანი. ეს ახალი მყარი კონსტრუქციის შექმნა მთელ დიდ გეოგრაფიულ არეალზე არ გამოვიდა. პირველ რიგში რა თქმა უნდა ახლო აღმოსავლეთის გულისხმობ მთელ იმ ტერიტორიას, რამაც გააჩინა ძალაუფლების ვაკუუმი, გააჩინა ახალი აქტორები, გააძლიერა რამდენიმე გეოპოლიტიკური მოთამაშე, ერაყის ომის ფონზე გავიხსენოთ დაეშის აღზევება, ISIS გულისხმობ, ირანის პოზიციების გამყარება, იმიტომ რომ ის ბალანსი, რასაც ერაყი თქვათ სადამის დროს ასრულებდა მოირღვა და ნუ საბოლოო ნიშნით ამან ხელი შეუწყო მათ შორის რუსეთის ავტორიტეტის და საერთაშორისო როლის გაძლიერებასაც, რასაც ის ძალიან ესწრაფოდა საბჭოთა კავშირის დაშლის მერე და ყველგან ქონდა დაფიქსირებული სტრატეგიულ დოკუმენტებში სიტყვა პრესტიჟითაც კი, რომ ის უნდა დაბრუნებულიყო იმ აქტორად, რომელიც რუსეთს ეკუთვნის, ეს პუტინის ხედვა იყო. და ამის საშუალება მან მიიღო. ესე იგი შენ ამბობ რომ უკვე 2013 წელს აი ხა 2013 წელს დავაგაკი კონკრეტულად უბრალოდ რომ ყირიმის ოკუპაცია რუსეთმა განახორციელა 2014 წელს და ვიდრე ეს სამხედრო ძალით რუსეთი დაბრუნდებოდა მსოფლიო არენაზე, შენ ამბობ 2013 წელს ახლო აღმოსავლეთში, ავღანეთში პროცესმა უკვე გააჩინა კითხვის ნიშნები. კი, უკვე გააჩინა ის რომ ასე თქვათ, მთავარი პოლიციელი ვერ იყო ისე ძლიერი და კონკრეტული ფაქტი, რომელმაც ეხა თავი იჩინა ისემ და კვლევარები დღეს ისე მიუბრუნდნენ და აქტიურად დაიწყეს საუბარი იყო სირიაში მოხდარი მოვლენები, როდესაც თუნდაც ბარაკ ობამამ, როგორც აი მთავარი პოლიციელმა თქვა, რომ ქიმიური იარაღის გამოყენება იქნებოდა წითელი ხაზი. ეს წითელი ხაზი გადაილახა და მიუხედავად იმისა, რომ სიტყვერად იყო ნათქვამი, რომ ამაზე იქნებოდა მკვეთრი რეაქციების, არანაირი სერიოზული ნაბიჯი ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან ამას არ მოყოლია და ეს აღიქმა საერთო ჯამში სისუსტედ იმ თვალსაზრისით, შეიძლება შენ მქონდეს განსხვავებული პოზიცია ამერიკის ჩარევაზე ან სამხედრო მოქმედებებზე სხვადასხვა გეოგრაფიულ არეალში და სხვადასხვა კონფლიქტებში, მაგრამ საერთოდ უმოქმედება ამ თვალსაზრისით, რომ იმ ძალისგან, რომელიც იძახდა, რომ ეს მიუღებელია და ღირებულებების, ასე ვთქვათ, ზედგას საერთაშორისო ურთიერთობები და ასე შემდეგ, ნუ ეს აღქმული იყო ცალსახად ძალის დემონსტრაციების შეუძლებლობაც სისუსტედ. ამას ნელ-ნელა მიყვა მთელ დიდ გეოგრაფიულ არეალში, აფრიკიდან დაწყებული, აი ვიდრე აზიამდე, მე ვიტყოდი, სიტუაციის არევა და წინა პლანზე სხვა იმ ძალების წამოწევა, რომლებიც იმ არსებული საერთაშორისო წესრიგით, რომელიც მევახსენე იყვნენ უკმაყოფილები. ეს არის ეგრეთ წოდებული იმ ავტოკრატიული სამყაროს ძირითადი საყრდენი სახელმწიფოები, რომლებიც დღეს არიან მთავარი აქტორები მათ შორის. იმიტომ რომ დღეს ხო ყველა საუბრობს, რომ გლობალურად დაპირისპირება არის, თქვათ, დასავლურ და დემოკრატიულ ცივილიზაციასა და იმ ძალებს შორის, რომელიც უკრაინის ომის მეშვეობით მათ შორის და პირველ რიგში აი ამ დემოკრატიას ავიწროვებენ მთელ სამყაროში. დაახლოებით აი ეს 10 წლიანი პერიოდი დაჭირდა იმას, რომ ჩვენ მისულიყავით უკრაინაში ფართო მასშტაბიან შეჭრამდე. ერთი იყო ყირიმის ანექსია, ამაზე ვერ პასუხი.
მანამდე გვავიხსენოთ გადატვირთვა რუსეთთან 2008 წლებში ეს ყველაფერი, კიდევაც ყირიმის ანექსიაზე ძალიან სუსტი პასუხი დასავლეთის მხრიდან, რამაც კიდევ ერთხელ გაამყარა იმის წარმოდგენები, რომ საერთო ჯამში რუსეთს არანაირი ფასის გადახდა არ მოუწია ყირიმის ანექსიის მერე, არც ეკონომიკური სანქციები, რაც მაშინ დაწეს და აგერ უყურებთ ფართო მასშტაბიანი ომის პირობებში იმ სანქციები პირობებში მაინც როგორ აგრძელებს თქვათ ომის წარმოებას და მიუხედავად უდიდეს ეკონომიკური პრობლემებისა ჯერჯერობით ამის უნარი გააჩნია და ის საერთოდ სასაცილო ჩანს ამის ფონზე რაც 2014 წლის მერე მიიღო. ანუ საერთო ჯამში ამან ასევე განაპირობა ჩინეთის აღზევებაც, მათ შორის ეკონომიკური, აი 2013 წლიდან ეს ბოლო 10 წელი განსაკუთრებით სამხედრო აღშენებლობა, მისი ასე ვთქვათ, როგორც და დომინაციის პროექცირება ხმელეთზე, სარტყელისა და ერთი გზის პროექტის მეშვეობით და ასე შემდეგ, იმიტომ რომ ზღვაზე ყველა მიცით რომ ჩინეთი გარკვეულწილად ალყაში იმყოფება. ეს სამხედრო ინფრასტრუქტურა, რომელიც ცივი ომის პერიოდში და მერე ჩამოყალიბდა მის გარშემო მეორე მსოფლიო ომის გარშემო, ფაქტობრივად დღეს მას ამყოფებს ძალიან მაღალი სამხედრო რისკების ქვეშ, ხო? მთელი მისი 80% ვაჭრობის ფაქტობრივად ამერიკის და მისი მეგობარი ქვეყნების კონტროლ ქვეშ. პრაქტიკულად ის ხაზები უნდა გაიაროს, რომელსაც სამხედრო თვალსაზრისით ამერიკა აკონტროლებს, მაგრამ იმ პერიოდში, ვიდრე სანამ ჩინეთი რაღაცა სამხედრო ნაბიჯებს არ დგამს, მას არაფერმა არ შეუშალა ხელი, რომ ერთის მხრივ დასავლური ბაზრით და დასავლური ყველა სიკეთით ესერგებლა. გაძლიერებული ინდუსტრიის გამოყენება, მას მოეხდინა ფინანსური შემოსავალი და შემდეგ განეხორციელებინა ინტერვენცია მთელ რიგ კონტინენტებზე, ეკონომიკური პირველი. ნახა ყველგან ჩაასხა ფული. ყველგან ფული ჩაასხა, მეცაც მიაღწია, რომ ამ თანამედროვე სამყაროში, შესაძლოა ჩვენ ყველა ხელოვნურ ინტელექტზე, კომპიუტერულ ტექნოლოგიებზე საუბრობთ და მთავარი სტრატეგიული რესურსი, რაც პანდემიამ გამოაჩინა, ერთ-ერთი ეს არის ნახევარგამტარებელი და ჩიპების წარმოება, იმიტომ რომ პანდემიის დროს ჯაჭვები რომ მოირღვა, უცებ აღმოჩნდა, რომ მთელი დასავლეთში ინდუსტრიები არის კრიტიკულად დამოკიდებული მიწოდებაზე. ამერიკაში მოხდა ის, რომ 10,000-ობით მანქანა აწყობილი უბრალოდ იდგა, ასე თქვა. იმიტომ რომ პატარა დეტალი აღარ ქონდა. იმიტომ რომ პატარა ჩიპი აკლდა მაგალითად Ford-ს, ის იყო 10,000-ობით მანქანა და იყო ანტიბიოტიკების პრობლემა. ანუ თერი კრიტიკულ ინფრასტრუქტურის მნიშვნელოვან იმებში ამერიკამ აღმოაჩინა უცებ არის ძალიან მოწყვლადი. ეს არის დაახლოებით უკვე 2021 წელი, ჯერ კიდევ ობამა გამოსცემს ჩიპების აქტს, რომელიც გულისხმობს, რომ ამერიკამ უზარმაზარი რესურსი უნდა ჩაასხას თვითკმარობის მიღწევაში, ამ ნახევარგამტარების წარმოების თვალსაზრისით და ბუნებრივია გააზრებული იქნა, რომ არაერთი მიმართულებით არის მოწყვლადი. საერთო ჯამში რა საითკენ მიყვას ეს საუბარი. ტრამპის გუნდი, მაგას შემადგენლობა, მთელი ეს ანალიტიკური ცენტრები, ჯგუფები, მათ შორის ახლა ელბრიჯ კოლბი, რომელიც ერთ-ერთი მთავარი ფიგურა, რომელიც სტრატეგიული დოკუმენტების შემუშავებას განსაზღვრავს და მიუნხენის კონფერენციაზეც იყო ჩასული და გამოვიდა. ეს არის მოადგილე არის ჰექსეტის, ახლა არის ომის დეპარტამენტში. ეს ჯგუფები აქტიურად მუშაობდნენ. 2025-ის დოკუმენტი, რომელიც ტრამპის გუნდმა გამოაქვეყნა, ეს არის ასე ვთქვათ, მაგას სოფხედელობა, რომელიც ყველა სექტორს მოიცავს ფაქტობრივად. იქ უკვე ნათლად ხედავდი 22-23 წლებში, რომ რადიკალური ცვლილების ჩანაფიქრი იყო იმ შემთხვევაში, თუ ტრამპი და ეს გუნდი ხელმეორედ გაიმარჯვებდა. და რას გულისხმობდა ეს რადიკალური ჩანაფიქრი? გარკვეული შეცდომების აღიარებას, იმის რომ ძალის პროექცია ესეთი როგორ თქვა უკიდეგანო ხისტობაზე არ არის კიდე, იმიტომ რომ სადაც დაჭირა, ეხა ესეთები გააკეთა, როცა ჭირდება სიხისტეს მაინც იყენებს, მაგრამ იგივე არა, სიხისტეს იყენებს პირდაპირ მოქმედების ეს პროექცია ნიშნავს ერთგვარ ეს რბილ მუქარას, ხო, რომ შენ ეს პრევენციული შეკავების დანიშნულება აქვს და ეს პროექცია უკვე ვეღარ იყო ხისტი. ხო, რაციონალიზაცია აღარ იყო, თორე უკვე რომ ჭირდება ჩვენ ხედავთ რომ იყენებს. ანუ რაციონალიზაცია დაიწყო ზუსტად თავისი შესაძლებლობების და რესურსების განსაზღვრებით, მათ შორის სამხედრო, ეკონომიკური და ნებისმიერ თუნდაც რბილი ძალის პროექციის თვალსაზრისით. და ამ ყველაფრის შემდგომ ანუ რეალურად იგივე ომებთან დაკავშირებით და კიდევ ერთხელ ამ ძიმე გამოცდილება მომიდან გამოსვლების იგივე მაგალითად ჰექსეტმა თავის გამოსვლაში ფაქტობრივად პუნქტობრივად ისაუბრა, რომელიც რეიგანის სახელობის თავდაცვის ფორუმზე იყო და ეს მოხდა რამდენიმე დღეში, რაც სტრატეგიული ეროვნული უსაფრთხოების ახალი სტრატეგია გამოაქვეყნეს, სადაც ჰექსეტმა კიდევ უფრო გაშალა და გაიხსენა რეიგანის დროინდელი თავდაცვის მინისტრი, რომელიც მე ძალიან ასე ვთქვათ, როგორც კვლევარს მიყვარს, არის ვაინბერგერი, რომელსაც ლექციებზე სტუდენტებს მისი
ომის წარმოების პრინციპებს სულ ასწავლდი და სულ კითხავდი, იქ არის ძალიან კაფეოდ განსაზღვრული, როდის უნდა ჩაერთოს ამერიკის შეერთებული შტატები ომებში. და რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი არის, უნდა იყოს უკანასკნელი, ასე ვთქვათ, ინსტრუმენტი, მანამდე ყველა სხვა ხერხი უნდა იყოს გამოყენებული, რომ უნდა აუცილებლად მოკავშირეებთან ერთად ჩაერთოს და იმდაგვარად ჩაერთოს, სადაც უპირობოდ იქნება გარანტირებული ამერიკის შეერთებული შტატების გამარჯვება და რაც თავარი იქნება ახალი მყარი მშვიდობის დამყარების შესაძლებლობა. ამ ყველაფერს ახლა რატო ვამბობ, რომ ამ ადმინისტრაციის სოფხედველობა არის ძალიან რეალისტური, რაციონალური და გადაიაზრა ამერიკის შეერთებული შტატების ადგილი, როლიც და მისი სისუსტეების და გარკვეულწილად დაუბრუნდა აი მონროს დოქტრინას, რომელსაც ახლა დონროს ეძახიან. არა, ეს პირდაპირ უკვე ეს ისე კნინობითად არ ეძახიან. დოკუმენტებში პირდაპირ არის ასახული. დაიწყო ესე. თავიდან იყო ეს ფრაზა. წერია დღის წინ გამოქვეყნდა სახელმწიფო დეპარტამენტის იმაში პირდაპირ არის ნახსენები. კი ბატონო, ის აბსოლუტურად იგივე სოფხელდულობის არის დოკუმენტიც. უბრალოდ უფრო კონკრეტული არის მათ შორის ამერიკისთვის პრობლემაზე, როგორც არის უკონტროლო მიგრაცია და ასე შემდეგ და დეინდუსტრიალიზაცია და მთელი საკითხები. რაც ზოგადადაც ვიცით და ეს ყველაფერი რატო არის მნიშვნელოვანი, რომ იგივე ტრამპის ინაუგურაციამდე რამდენიმე დღით ადრე მქონდა ასე გამოქვეყნებული ეს ზღიად არის სტატია ტრამპის, ასე ვთქვათ, გრენლანდიაზე და ამ საკითხზე წერდი, რატო იქნებოდა ეს, ვთქვათ, აქტუალიზებული და საერთოდ ინაუგურაციის მერე ისევ რიტორიკაში როგორ დაბრუნდა, ყველა ვიცით. ამერიკისთვის ამ მნიშვნელოვანია, იგივე თუ ჩვენ ვახსენეთ ჩინეთის ექსპანსია, რომელიც ძალიან დიდი არის სამხრეთ ამერიკაში, ეკონომიკურ თვალსაზრისით, იქ არის ძალიან მნიშვნელოვანი ნედლეული კრიტიკული, ასე ვთქვათ, მინერალები, რომელზეც ახლა ძალიან ეს არის, რა ქვია, ნადირობა სოფლიოში და რეალურად ამერიკა მისიც აღმოაჩინა, რომ ის უკანა ეზოში შემოსვლის ცდელობა იყო, მათ შორის გრენლანდიაში აპირებდა ჩინეთი აეროპორტების მშენებლობას ცხვირწინ და ნუ სამხრეთ ამერიკა ვახსენე, ხო? ამიტომ ის მიუბრუნდა გარკვეულწილად იმ დოქტრინას, რომელიც ასევე ტრადიციული ამერიკული დოქტრინა არის, რომელიც მე-19 საუკუნეში მეხენმა განავითარა, საზღვაო ძლიერების ასე ვთქვათ დოქტრინა, რომელიც დღემდე განსაზღვრავს რეალურად ამერიკის შეერთებული შტატების ადგილსა და როლს გარესამყაროში, ის პირდაპირ იძახის, რომ თუ ჩვენ დემოკრატიას ვაშენებთ, თუ ჩვენთვის საერთაშორისო ვაჭრობა ეს ურთიერთობები არის მნიშვნელოვანი, ამერიკამ ყველა მნიშვნელოვანი საზღვაო ჩეკპოინტი უნდა აკონტროლოს. და ამერიკა მეორე მსოფლიო ომის მერე ამას მიაღწია და დღემდე უჭირავს, რომელზეც ვისაუბრე, ის კრიტიკული საზღვაო სარტყელები, რაც მნიშვნელოვანი არის მისთვის, ხო, როგორც საზღვაო ქვეყნისათვის, იმიტომ რომ ამერიკის ძლიერება პირველ რიგში, რა თქმა უნდა, სამხედრო ძალაზე დგას და ფლოტს აქვს უდიდესი მნიშვნელობა. და პანამაც აი ამ რიტორიკის ნაწილი იყო პირველ პერიოდში ტრამპის ადმინისტრაციის, იმიტომ რომ ისიც მისთვის აი ეს დასავლეთ ნახევარსფეროში დაბრუნება არის მნიშვნელოვანი და კიდევ ერთი უნდა ვახსენოთ, რომ ეს მექანის საზღვაო ძლიერების კონცეფცია გულისხმობს, რომ დასავლეთ ნახევარსფეროში არავინ არ უნდა იყოს ამერიკის კონკურენტი, მათ შორის არც ევროპის სახელმწიფოები. ეს მაშინ მე-19 საუკუნეში ორმაგად მნიშვნელოვანი იყო, იმიტომ რომ ის ხო ევროპის სამყარო მაშინ იყო დიდი ბრიტანეთი წამყვანი ძალა და ეს ყველაფერი რა, მაგრამ გასათვალისწინებელი. საერთო ნიშნით დღეს მივედით იმ სიტუაციამდე, რომ რეალურად ამერიკა თავის ეროვნული ინტერესების რეალიზაციისთვის აღიარებს გარკვეულ შეცდომებს, რომელიც იქნა დაშვებული როგორც ეკონომიკის, ისე უსაფრთხოების, ისე საერთაშორისო პოლიტიკის თვალსაზრისით და თუ მას სჭირდება მისი ეროვნული ინტერესების რეალიზაცია, რომელიც ღიათაა დაფიქსირებული ამ დოკუმენტებში და სულ საუბრობენ, ამისთვის ახალი მიდგომები არის საჭირო. ამ ახალ მიდგომებში, რა თქმა უნდა, სამხედრო აღმშენებლობის გაძლიერებაც იგულისხმება და უპრეცედენტო იქნება, როგორც გვპირდებიან მომავალ წლის თავდაცვის ბიუჯეტი, რომელიც 1,5 ტრილიონამდე უნდა გაზარდონ. საუბარი არის, რა თქმა უნდა, რეინდუსტრიალიზაციის აუცილებლობაზე. საერთო ნიშნით ეს ყველაფერი მიდის იქამდე, რომ ამერიკაში არის შიდა სტრუქტურული პრობლემები, რაც ბოლო 10 წლებში ძალიან ასე ვთქვათ, გამძაფრდა და რაზე პასუხიც იყო პრინციპში ტრამპის საერთოდ პირველი გაპრეზიდენტებაც. და მეორე ისიც ხო, პრეზიდენტობაც არის გამოძახილი ის, რომ საშუალო ფენა
ინდუსტრიული საზოგადოებისთვის დამახასიათებელი საზოგადოებრივი ცხოვრება, ეს არის ხელახლა მნიშვნელოვნად ამბოსაწევი კომპონენტი, იმიტომ რომ შიდა პოლარიზაციამაც ამერიკაში უზარმაზარ პრობლემები შექმნა, ვიცით ხო ეს იდენტობის პოლიტიკა იქნება თუ ულტრამემარცხენე განწყობები. საერთო ჯამში იქა ძალიან პოლარიზებულია საზოგადოება, მარჯვენა და მარცხნივ და აი ეს ღირებულებათი სისტემა, რომელიც მე სახელმწიფოს და ამერიკის შეერთებულთათვის ძალიან მნიშვნელოვანია თავისთვისაც, ესეც გარკვეულწილად მათ დოკუმენტებში ჩანს, რომ აი კრიზისულ სიტუაციაში აღმოჩნდა, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია ნებისმიერი სტრატეგიული ფორმულაცია ამერიკულ სკოლაში. ამერიკული სტრატეგიის სკოლას გულისხმობ იწყება ღირებულებებით, ეროვნული ღირებულებები გასაზღვრავს მე ყველაფერს დანარჩენს და ჩვენც იგივე მეთოდოლოგიაზე ვიყავით პრინციპში და უნდა ვიყოთ, იმიტომ რომ დასავლური ცივილიზაციის ნაწილს წარმოადგენთ და ყველგან ეს მიდგომა გაბატონებული. ანუ ამერიკას დღეს დაუდგა იმის აუცილებლობა, რომ რადიკალური ნაბიჯები გადადგას. და მე მაგალითად ეხლა სულ იყო შიშები და საუბარი იმაზე რომ აი რაღაც ევროპას უ ჩაიხსნება და რაღაცა მე ასე არ უყურებ, ფიქრობ რომ იმ ყველაფრის გათვალისწინებით, რაზეც მე ვისაუბრე რეალურად და ამ მიუხენის კონფერენციამ ეს დაამტკიცა, რომ არ გულისხმობს ეს ევროპასთან აბსოლუტური რაღაცა ურთიერთობების გაწყვეტას და ნატოდან გამოსვლას და პირიქით ხაზგასმით ის აპლოდისმენტები, რომელიც რუბიოს გამოსვლა მიიღო მიუხენის კონფერენციაზე, გულისხმობდა ევროპის ერთგვარ ამოსუნთქვას, რომ აი ვენსის გამოსვლა, რომ ევროპული ცივილიზაცია გადასაზრებელი აქვს რაღაცა და კრიზისში იმყოფება, ეს არ მიიყვანდა პროცესებს რაღაც ჩრდილოატლანტიკური სფეროს დეზინტეგრაციამ. ხო, მაგრამ გიორგი, ოღონდ არ მოხსნილა იგივე რუბიოს გამოსვლაში, მე ვენსიც მეუსმენე ფოქსში იყო მისული და თქვა, რომ ეხა ის ხდება წარმოჩენა, თითქოს მე ვარ ცუდი პოლიციელი და რუბიო კარგი პოლიციელი და ამ თამაშს თამაშობ, მაგრამ თუ ყურადღებით მოусმენთ რუბიოს გამოსვლის შინაარსს, ის იგივე სიძახის, ხო, უბრალოდ მათთვის ამ ევროპელებისთვის რუბიო თითქოს უფრო მისაღები ფიგურა არის, ნაკლებად ისეთი ხისტი და ბევრი მოქნილობა. მეტი სინათლე შემოიტანა რას გულისხმობს. და არა, მე გულისხმობ კიდე იმას, რომ იქ ძალიან დიდი არის შიდა დაპირისპირება, განსაკუთრებით რუსეთის საკითხზე და რუბიო მათთვის უფრო აღიქმება როგორც რუსეთთან მკვეთრად დაპირისპირებული ფიგურა. ყოველ შემთხვევაში ამერიკის საკითხი რომ რაღაცნაირად მოვამთავროთ, თავარი ის არის, რომ რა თქმა უნდა ტრამპის ორჯერ არჩევა გამოიწვია შიდა პოლიტიკურმა კრიზისმა და იმ საკითხებმა, რაც ამერიკულ საზოგადოებაშია დაგროვილი. თუმცა ყოველთვის და შეიძლება ესე მასიურად დიდი ყურადღება საგარეო პოლიტიკის მიმართ რიგითი ამერიკელისთვის არ იყოს დათმობილი. მაგრამ თავარი კითხვა რაც დგას, რომ ბევრი სხვათა შორის ჩვენ ქვეყანაშიც აღიქვავს ესე რომ აი ეს ცვლილებები, რაც ხა შენ ძალიან კარგად აღწერე, ის ფაქტორები, რამაც განაპირობა ეს ცვლილებები, ეს ცვლილებები, რა თქმა უნდა, ჩვეულებრივ ადამიანს ამდენი ცოდნა არ აქვს და ესე არ უყურებს, ის ხედავს უბრალოდ შედეგს, რომ აი რაღაცა იცვლება, ნახე რიტორიკა შეიცვალა, დამოკიდებულება შეიცვალა, დამყურალა სათაურები უკვე სრულიად სხვაგვარი გახდა. და ეს არის მთლიანად ტრამპის ბრალი. ანუ ტრამპმა დაარღვია რაღაც აქამდე არსებული წესრიგი, იმიტომ რომ არ ვიცი, ზოგი ფიქრობს, რომ რუსეთის აგენტია, ზოგი ფიქრობს, რომ უბრალოდ გიჟია, ზოგი ფიქრობს, რომ დაბერდა, მაგრამ მე რასაც ჩემი ესე ვთქვათ, თვალთახედვით ვამჩნევ, ამის უკან ჩანს აი სწორედ ის გააზრებული პოლიტიკა და დამოკიდებულება, რაც შენ კარგად აღწერე, რომ ამას გააჩნია დიდი მინიმუმ 10 წლიანი ისტორია, როდესაც იქ უკვე მიხვდნენ, რომ ესე ცხოვრება აღარ შეიძლება. და თუ ესე ცხოვრება აღარ შეიძლება, მაშინ სადღაც უნდა გაწყვიტო. ისევ როგორც თავის ძოზე რუსეთმა ჩათვალა, რომ აიცი რა არის, აი ამოიწურა რესურსი და მორჩა, უკვე რესურსი აღარ არის, უნდა გამოვიყენოს სიტყვაზე სამხედრო ძალა. ნუ ეს დიდი სახელმწიფოებებს თავისი ქმედების ლოგიკა აქვთ. ეს განსხვავებული აღქმა აქცე ზემოქმედეს პოლიტიკაზე, იმიტომ რომ ბევრს შემდეგ უბიძგებს იმისკენ, რომ კარგი, მოდი რახან ეხა ვერ ვცვლით, მოდი ვაცალოთ. აი უკრაინაშიც ფიქრობენ სხვათა შორის ესე, რომ აი ხო გაუვა ტრამპს უადა და ჩვენ თუ რაღაც მანამდე გავძლებთ, მერე იქნებ სხვა მოვიდეს. მაგრამ ეს მით უმეტეს ამ სტრატეგიული დოკუმენტების დონეზე ამის დაბრუნება, რაღაც 5 წლედების დაბრუნება, როცა იქ წერია, რომ აი 5 წლიანი ნაბიჯები მიუხედავად იმისა, რომ ეს ცდება ხო 4 წლიან ვადას, ნიშნავს, რომ ეს უკვე ესე აღარ შეიცვლება. ეს არის შეუქცევადი პროცესი და ამერიკა გააგრძელებს, მით უმეტეს ტრამპის პირობებში საკმაოდ დრო არის დარჩენილი, რომ მან გადადგას აი ესეთი შეუქცევადი ნაბიჯები. ჩვენ ხედავთ იგივე აი ამ სტრატეგიაში, რომელიც გამოაქვეყნა სახელმწიფო დეპარტამენტმა, პირდაპირ წერია, რომ ისინი უნდა დაანებონ თავი ამ საერთო ღირებულებებზე,
ფსევდოღირებულებებზე, იმიტომ რომ შინაარსი დაკარგა აგებულმა თანამშრომლობამ, პირდაპირ ინტერესების გატარება უნდა მოხდეს. იქ უნდა მიიღოს ამერიკა მონაწილეობა ორ მხრივად, მათ უნდა დაანებოს თავი ეგრეთ წოდებული რაღაცა რბილი ძალის განხორციელებას და პირდაპირ ხელისუფლებასთან ასისტანს, ანუ თანამშრომლობით შეიძლება რომ ქვეყანას დაეხმაროს და არა რაღაცა მოკლედ ესეთი ერთგვარი უნივერსალური მექანიზმების თუ სხვა ტიპის ინსტრუმენტების გავრცელებას, ხო? ეს არის სერიოზული ცვლილება. რაც შეეხება ევროპას, მე მრჩება შტაბ-ბიჭდილება იმ ორი შარშანდელი ვენსის გამოსვლიდან და წლევანდელი რუბიოს გამოსვლიდან, რომ საერთოდ არ აპირებს თქმა უნდა რომ ის ევროპას ჩაეხსნას. უბრალოდ მას ძალიან მოკლედ და უხეშად რომ თქვა, მას სურს ევროპაში იხილოს იგივე ტიპის ცვლილება, რაც მოხდა ამერიკაში მათი ადმინისტრაციის მიერ, როცა მათ მოიგეს არჩევნები, უკვე ტრამპის ქვეშ და ტრამპმა შეძლო რომ შეეცვალა ეს ამერიკული პოლიტიკა, გადაედგა ისეთი ნაბიჯები, რომელსაც სხვა ადმინისტრაცია ვერ გადადგავდა და მათ თითქოს ჩანს, რომ მათ უნდათ ევროპასთან კავშირი, ოღონდ შეცვლილი პოლიტიკის პირობებში. შენ თუ ამჩნევ ამგვარ ტენდენციას ერთი და მეორედ, რამდენად არსებობს იმის შანსი, რომ თვითონ ევროპაში, ევროპულ პოლიტიკაში, სადაც ბრიუსელის როლი კიდე ცალკეა გამოკვეთილი, შესაძლებელია მსგავსი ცვლილებები მოხდეს. ხო, პირველ რიგში მე ვფიქრობ, რომ ეს პროცესები ადმინისტრაციის შეცვლის პირობებშიც კი საერთო სტრატეგიული ხაზით იქნება შეუქცევადი. აი დემოკრატები მათ რომს გაიმარჯვონ და ვიცით ახლა ამერიკის არჩევნების შიდა თემებზე მაინც უფრო დამოკიდებულია, როდესაც არჩევნები მოდის ხოლმე მეტწილად. იმიტომ რომ ესეთი რაღაცა 11 სექტემბრის ნერი მოვლენები ყოველას ვთქვათ ჯვარი წერია, ხო? იშვიათად ხდება და ეს ტექტონიკური საზოგადოებრივ განწყობაზე მოხდანი გავლენები იშვიათი არის ხოლმე. რომ შეიცვალოს, მე მგონია რომ სტრატეგიული ხაზი გაგრძელდება, იმიტომ რომ ამას უკან დგას კონკრეტული რაციონალური მიზეზები, რომელიც არის ეკონომიკის სფეროში, დიპლომატიის სფეროში, თავდაცვის სფეროში, ტექნოლოგიების სფეროში და ეს არსად არ წავა. მიდგომები შეიძლება გარკვეულწილად კორექტირდეს, მაგრამ საერთო ჯამში სტრატეგიული ხაზი მგონია რომ იგივე იქნება. რაც შეეხება ახლა ევროპას ასეთ კონდიციაში თავისი მიზნები გააჩნია, რომელიც ხშირ შემთხვევაში შეიძლება არ ემთხვეოდეს ყოველ შემთხვევაში მოკლევადიან პერიოდში ამერიკის ინტერესებს. ასაკუთრებით უკრაინის ომის კონტექსტში. მაგრამ საერთო ნიშნით ახლა მეორე კითხვას რომ დაუბრუნდე, რაც მითხარი, ხო? მე ამ მაგალითად ახლა რამდენიმე დღის წინ დავწერე ალბათად ჩემის აზრით რას ნიშნავს, როდესაც რუბიო საუბრობს და ამერიკული ადმინისტრაცია ევროპული ცივილიზაციის კრიზისზე. და რა იგულისხმებას ამერიკული უსაფრთხოების ჭირში ეს რას ნიშნავს. სოციოლოგიაში მეწერა კიდევაც პოსტი ამაზე. და ვფიქრობდი ამეხსნა რატო უფრო აი კონსერვატიული და მემარჯვენე ასე ვთქვათ განწყობების პოლიტიკური ჯგუფები ამერიკის ადმინისტრაციისთვის უფრო მომხიბლავი ჩანს. იმიტომ რომ როგორ რაღაცა იცი ხა ძალიან ბევრი რო არ ვისაუბრო, საერთო ნიშნით დასავლური ცივილიზაცია ეს პოსტმოდერნული სამყარო, ეს რა ქვია, პოსტსიმართლის ეპოქა, ეს სოციალური ქსელები რეალურად საზოგადოების ძალიან ფრაგმენტირებას იწვევენ, ანუ აქ არის ერთი ადამიანი იმდენად წინა პლანზე წამოსული, ვიდრე რაღაცა სხვა კოლექტიური ჯგუფები რა, თემი იქნება, ოჯახი იქნება, უფრო დიდი საზოგადოებები იქნება, არის მომხმარებული ერთ ადამიანზე დაფუძნებული საზოგადოება, რაც მაგალითად საერთო უსაფრთხოების და განცდას ძალიან და ამის უსაფრთხოების მოთხოვნების საზოგადოების კონტრიბუციისთვის მზაობას ძალიან პრობლემურს ხდის. და რას გულისხმობ, მაგალითისთვის მომყავს, ხო? ბოლო 10-15 წლის გამოკითხვები რომ ნახო ევროპაში რამდენი ადამიანი არის ქვეყნებში გამოკითხვის, მზად რომ იარაღი აიღოს სამშობლოს დასაცავად ხელში. და ამ გამოკითხვებში რაც უფრო დასავლეთით მოდიხარ, ეს რიცხვი უფრო მცირდება. ამაზე ვსაუბრობდი რა განაპირობებს ამ განწყობებს, რომ ადამიანის ბმა იქნება ეს უფრო ფართო, ასე ვთქვათ, კოლექტივთან არის ერთის მხრივ დარღვეული, ის თლიანად თავის თავზე აქ და ახლა ორიენტირებული ადამიანია და ნაკლებად ხედავს იმას, რისთვისაც შეიძლება სიცოცხლე გაწიროს. რა შეიძლება ღირებულება იყოს ისეთი, რაც უფრო მნიშვნელოვანია ვიდრე შენი სიცოცხლე, რაც შენ გათქმენდეს, რომ მე მზად ვარ იარაღით მაგალითად დავიცვა, კრიზისის შემთხვევაში იქნება ეს ევროპა თუ რომ სხვა და საერთო ჯამში ეს პრობლემატიკა უკავშირდება როგორც სულიერობას, ისე კულტურას, ისე
სახელმწიფო და ისახება ტრადიციის პოლიტიკაზე. საკითხებს და ისახება პოლიტიკაზე. და ისახება პოლიტიკაზე და განსაკუთრებით ისეთ საზოგადოებაში, აი ბურგერულ ყოფაში ვინძახი, რომელიც აი პირდაპირ საფრთხეს განცდა აქ დაქვეითებული, იმიტომ რომ ეს უკრაინაც კი იმისთვის იმდენად შორი არის, რომ აი ვერ გზნობს ამ საფრთხეს და ამ საფრთხეზე რეაგირების თვალსაზრისით რას უნდა დაეფუძნოს, ეს აკლია. იმიტომ რომ აი გამოკითხვების და კვლევებით საჩვენებს, რომ აი ესეთ მომხმარებულ საზოგადოებაში მე ჩემთვის მნიშვნელოვანია ეხა და აქ როგორ ავარ. ხო, მოკლედ სხვანაირად რო თქვათ, ლიბერალურ იდეოლოგიაში ინდივიდუალური ხო, ჰედონიზმია წინ წამოსული, თუ კი აი ამერიკის თავისუფლების დეკლარაციას წავიღებთ, ბედნიერებისკენ სწრაფვა თუ არის ერთ-ერთი ყველაზე ფუნდამენტური უკვე და წინა პლანზე წამოვიდა ეს პოსტულატი, მაშინ ადამიანი ვეღარ ხვდება, რომ თუ კი ეს არის მთავარი ღირებულება, მან რატომ უნდა გარისკოს რაღაც თავისი. ეს ყოფა თავისი. ყოფა რაღაც კოლექტიურად, თუ კი ინდივიდუალის თავისუფლება. თუნდაც სახელმწიფოს რაღაცა პოლიტიკები. შეექმნა პოლიტიკა პრობლემა წავალ სხვა ქვეყანაში უბრალოდ ანუ ჩვენ ხედავთ ამ გლობალიზაციის პირობებში მით უმეტეს ეს მობილობა გაზრდილია ეს რატო არის ნახეთი და მნიშვნელოვანი? თაობებს ზრდი აი ამ იდეოლოგიით ბუნებრივია რომ ეს ქვეითდება და ამერიკისთვის შეიძლება როგორც მოკავშირე ევროპული სივრცე, მშობლიური სივრცე ის ხედავს რომ ეს თანდათანობით ქვეითდება და მას უნდა აი ეს რეფორმა და ამ რეფორმას კულტივირებენ თვითონ ამერიკაში. კი, იმიტომ რომ ეხლა რატო არის კაც ეხლა ოჯახზე და ტრადიციებზე საუბარი, ეხლა როგორც არ უნდა იყოს ჩემთვის კოლექტიური აზროვნება მოკლედ უნდა დაბრუნდეს. მიუღებელი, თქვათ, უშუალოდ ორბანის ფიგურა, ან ეხლა ცალკე საუბრს თემა გინა სლოვაკეთის ხელისუფლება, ხო? მათ უბრალოდ სხვა პარტნიორი ამერიკის შეერთებულ შტატებში მსგავსი, რომელიც თუნდაც რამდენად მართლა წამს და თუნდაც პოლიტიკური შიდა პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებდნენ ან რაღაცა კონსერვატიულ ტრადიციულ ნარატივს, სხვა მოკავშირე მას ჯერჯერობით არ ყავს. და AFD-სთანაც ის საკითხი, რომელიც შაშანაც გაიჟღერა, მას კი რომ აქტიურად ხარს უჭერდა, ხო გახსოვს ეს ულტრამემარჯვენე გერმანულ პარტიისკენ რომ მოუწოდა პირდაპირ. ეს ყველაფერი აი ამის რეფლექსია არის. უბრალოდ ჯერ ამ ეტაპზე ნორმალური, ჩემთვის ნორმალურს გულისხმობ, კონსერვატიული ძალები რომელმაც შეიძლება ზომიერების ფარგლებში ზუსტად რაღაცა ზედმეტი რადიკალიზმი, მარჯვენა რადიკალიზმის გარეშე ბუნებრივად არ ჩანან და არ სადაღარი ფაქტორი, მაგრამ დრო მოიტანს ჩემის აზრით. ხო, ნუ სადღაც თუ კი რაღაც არის უკიდურესად ერთხარეს გადახრილი, ბუნებრივია რომ მისი მეორე უკიდურესი საპირისპირო პოზიცია იმარჯვებს, ეს ზომიერი ვერაზოს ვერ ამარცხებს რადიკალიზმს. იქ ყოველთვის გასაწონასწორებლად ეს უბრალოდ ჟანრის კანონია, მეორე რადიკალიზმი ძლიერდება. შეიძლება ესეც. რა კი ამერიკას არჩევანი არა აქვს და უბრალოდ აი სულ რამდენიმე მაგალითია ის პირდაპირ აჩვენებს, აი მაგალითად აქაც რუბიომ ზელენსკის და შეხვედრის ნაცვლად წავიდა და შეხვდა იმ ფიცოს, ხო? იმიტომ რომ აი ამაშიც ჩანს მისი დამოკიდებულება, რომ მას სურს ევროპასთან ურთიერთობა, მაგრამ ეს უნდა იყოს სხვანაირი ევროპა შინაარსობრივად და ის მაგალითები უბრალოდ რაც არის, ამითი აჩვენებს, ხო? ორბანი, ფიცო მხარდაჭერა. აქ იყო საუბრები, ხო, რომ ამერიკის შეერთებული შტატები არის ევროპის შვილი, პირდაპირ მე მიუნხენის კონფერენციის პერიფრაზებს ვაკეთებ, ციტატების რუბიოსი, რომ ცივილიზაცია ერთი არის და რომ უნდა დაუბრუნდნენ ამ ცივილიზაციის საწყისას, მე მგონია რომ სწორედ ეს იგულისხმება მე ახლა რაზეც ვაუბრობ, იმიტომ რომ ეს ხაზი ამ ჯგუფის მიერ იქნება გრძელვადიანი, შესაბამისად მათთვის პოლიტიკური პარტნიორებიც იქნება იდეოლოგიური თვალსაზრისით უფრო ისინი, ვინც აი ამ გარკვეულ სულისკვეთებას ატარებენ. მეორე მხარეზე ვინც ამ თან რა გამოიწვია, ხო, დასავლურ ცივილიზაციაში ამან ძალიან დიდი სტრუქტურირება გამოიწვია როგორც საზოგადოების, ისე პოლიტიკების და ამას ყველაფერს დაუმატა ისიც, რომ ყველა სახელმწიფოს თავისი უნიკალური ასე თქვათ თავისებურებები გააჩნია, ისტორია გააჩნია, კულტურა გააჩნია, ნორდიკულ ქვეყნებში სხვანაირად ვლინდება, სამხრეთ ევროპაში სხვანაირად ვლინდება, აღმოსავლეთში სხვანაირად ვლინდება და საერთო ჯამში ეს საერთო სიძლიერე ამ უსაფრთხოების ტრადიციული რეალიზმისთვის რაც მნიშვნელოვანია გაგებით იყო დასუსტებული, იმიტომ რომ დღეს ხო ყველა იძახის, რომ წინათ პარანზე წამოვიდა ინტერესები, ძალა, რეალიზმი და ამ ძალის ჩამოყალიბების კომპონენტი არის ერთ-ერთი უნიშნელოვანესია შენ კონვენციური ხისტი ძალის კომპონენტი. ხო, საზოგადოებრივი მზაობა და ისო ხელშეერეხი აიღო. სხვა შორის ფინეთმა ძალიან კარგად იგრძნო ის, რასაც შენ აღწერ ახლა ეს ტენდენცია და პირდაპირ იძახის, ხო, ალექსანდრეს სტუბი, რომ ჩვენ რას გვასწავლით ამას, ჩვენ მაგალითად გვაქვს სავალდებულო სამხედრო სამსახური, ჩვენ გვყავს არქტიკულ პირობებში მომზადებული მილიონი ადამიანი. კი ბატონო. ჩვენ გვაქვს ამდენი რაღაც თვითმფრინავი, ამერიკული იარაღი, ამის გამოყენების უნარი და შესაბამისად ჩვენ ძალიან კარგ პარტნიორებს წარმოვადგენთ და როცა ლოქიდის მაგალითად CEO მეკითხება, რომ აი ხო
მოვლილი ყავთ თვითმფრინავები, რა თქმა უნდა, ჩვენ ეს ყველაფერი გვაქვს მზაობაში, მაგრამ თეორიულად რომ წარმოვიდგინოთ, რომ ყველა ქვეყანაში ძირითად მოთამაშეებში არსებობს აი ესეთი ტიპის პოლიტიკური ფიგურა, ვისაც შეიძლება განიხილავდეს ამერიკის შეერთებული შტატები, რომ ესეთი ევროპას სურს. ჩვენ ვნახეთ ლის ტრასის, აი ეს ყველაზე მეგონი ხალმოკლე პრემიერ-მინისტრის შეხვედრა დონალდ ტრამპთან, ხო? რომ თქვა ბრიტანეთში არსებობს ამის ეს თუ გერმანია უკვე ახსენეს, საფრანგეთშიც არსებობს, ხო, ესეთი რაღაც ცოტა ნაციონალისტური ბარდელა. ანუ ყველგან შეიძლება თეორიულად რომ ეს ცვლილება მოხდეს, მაგრამ ამავე დროს ეს არ არის უმრავლესობა, ჯერჯერობით საზოგადოება ესე შეცვლილი არ არის. და აი წელს ახლა ამ წუთას ან 2026 წელს ჯერ ამის რესურსი არ ჩანს, რომ თქვა სადმე შეიძლება შეიცვალოს. ამ კუთხით ესე იგი ამერიკის შეერთებულ შტატებს თუ თანხმდებით იმას, რომ ნამდვილად აავლენს ინტერესს, რომ ცვლილება შიგნით ევროპაში მოხდეს, იმ ტიპის, ანუ განხორციელდეს მეგა პროექტი, როგორც მაგა პროექტი განხორციელდა ამერიკაში, ამისთვის ჭირდება მას რაღაც გარკვეული წნეხის განხორციელება. ერთ-ერთი საკითხი ეს არის გრენლანდია, იმიტომ რომ გრენლანდია თვითონ აი ამ არქიტექტურას ურევს. მეორე სხვათა შორის წარმოადგენს უკრაინის ომი. ანუ რაც უფრო დიდხანს გრძელდება უკრაინის ომი, ეს მით უფრო შემაწუხებელი ხდება. ჩვენ ვნახეთ რამხელა ძალისხმევა გაწევა მოხდა ევროპაში, რომ ეს 90 მილიარდი, რომელიც ასევე სესხად არის თან აღებული, ეს არსად არ დევს ხო ესე, მობილიზება მომხდარიყო უკრაინის დასახმარებლად. მაგრამ ამას ხო თავისი მოქმედების ვადა გააჩნია, ხო, აი როდემდე გამოიყენებ აი ამ ვითარებას. შენი აზრით რა უფრო მნიშვნელოვანია ამერიკისთვის, რომ მოხდეს ცვლილება ევროპაში და მან მიიღოს იმ ტიპის პარტნიორი, რაც მას სჭირდება დომინაციისთვის, იმიტომ რომ დომინაცია მაინც რჩება მის დღის წესრიგში, ის უბრალოდ აკეთებს რეფორმას, ერთგვარ პერესტროიკას, მაგრამ სწორედ იმიტომ რომ პირველი სოფლიოში დომინანტი როლი შეინარჩუნოს, თუ მისთვის უფრო მნიშვნელოვანია რუსეთი როგორც საფრთხე არ დაბრუნდეს რაღაცნაირად შეაკავოს რუსეთი, იმიტომ რომ ევროპული პროექტი დღეს ამას ეფუძნება, რომ ჩვენ თუ კი დროს ვიგებთ, იმიტომ რომ აი ამ დროში რუსეთიც სუსტდება და საბოლოო ჯამში ევროპა მთავარ საფრთხედ განიხილავს რუსეთს, რომელიც გარკვეულწილად სხვადასხვა ევროპელი პოლიტიკოსის პროექტით მისი მოკავშირე უნდა ყოფილიყო და საერთო უსაფრთხოების არქიტექტურაში მისი ადგილი გამონახულიყო. აი ამერიკისთვის რა უფრო მნიშვნელოვანია შენი აზრით იმისათვის რომ ომები დაამთავროს, იმისათვის რომ რუსეთიც მის მხარეს ყავდეს და ჩინეთი შეაკავოს, თუ პირიქით რუსეთიც საფრთხეა და ანუ ევროპას იმიტომ იყენებს რომ საბოლოო ჯამში ისევ რუსეთს შეაკავოს. კი ბატონო, ერთადერთი მანამ უბრალოდ რაც მინდოდა კიდე ხაზ გამესვა ამ სამყაროს რა დემოკრატიულ სამყაროს ვეძახი ხა განზოგადებულად ვინც ავიწროებს ყველა ის სახელმწიფო აბსოლუტურად კულტურულად და იმ თვალსაზრისით რაც ჩვენ განვიხილეთ არის რადიკალურად განსხვავებული, არის კოლექტიური საზოგადოებები. ეს კოლექტიური ცნობიერება რითი არის მიღწეული ცალკე საუბრის იქ შეიძლება 20 წლიანი პროპაგანდაში და კონსოლიდირებული საინფორმაციო ველი რუსეთის შემთხვევაში, ჩინეთში ზოგადად კულტურა სხვანაირი არის ესეთი მიდგომა, რომ ბრინჯის საზოგადოებები ყოველთვის, ანუ ბრინჯის კულტურაზე დაფუძნებული საზოგადოებებში ადმინისტრაციული კოლექტიური გონი ყოველთვის ძლიერი იყო, იმიტომ რომ ეს საზოგადოებები ათასწლეულები რომ გადარჩენილი იყვნენ, მათთვის თავარი კულტურა იყო ბრინჯი, რომელიცაც უნდა ფიზიკურად გადარჩენილი იყო და ამის მოყვანას აუცილებლად ჭირდება კოლექტიური, შენ მარტო ვერ მოიყვანო. შენ სოფლეთთან ერთად უნდა მოიყვანო, მე ამას კაი ადმინისტრაცია ჭირდება, დისტრიბუცია ჭირდება და ჩინეთი იყო აი ამის, ასე ვთქვათ, ერთ-ერთი მთავარი კონტრიბუტორი სოფლიოში ხო, ჩინური ადმინისტრაცია და ბიუროკრატია უზარმაზარი დრო გავიდა. ჩინეთი დაიპყრო, მე მოექცა ამ ჩინური კულტურის გავლენის. ეკონომიკა ეგრე მუშაობს იქ. ირანიც როგორი საზოგადოება აქ რელიგიური ფაქტორი განმაპირობებს ამ კონსოლიდირებულ საკითხს, ხა ჩრდილოეთ კორეა საერთოდ როგორი არის, ხო? ანუ ეხა ძირითად ღერს გულისხმობ, ვინც ფიზიკურად მონაწილეობს უკრაინის ომში და ვიცით ეს ყველაფერი და მისი რესურსებით არის ეს ომი რო გრძელდება რა. რატომ? ამიტომ ესეთი საზოგადოება, სადაც მეფე არის, цаრი არის, ეს არის, რა ქვია, პარტიის ლიდერი არის თუ უზენაესი საზოგადოების დასაყრდენი გააჩნია და მას შეუძლია აიძულოს, მაგალითად ისეთი ომი აწარმოოს, რომელიც დემოკრატიულ სამყაროში წარმოუდგენელი არის. ანუ ეს შიდა სისუსტე მას საგარეო იმაში სიძლიერე აქ გამოყენებული და როგორც ძალის პროექცირებას ისე ახდენს. ამის ეს უპირატესობა ამას დასავლეთში ამბობდნენ, რომ პუტინის გადაწყვეტილება აღსრულებამდე იმდენ სწრაფად გავა, ხო, რომ ას არც რა ქვია, check and balance ჭირდება და არც დემოკრატიული კონტროლი აქვს და არაფერი. ანუ ეს მინდა უბრალოდ კარგად დავინახოთ, რომ აი როგორი დაპირისპირება მიდის
ყველაფერთან ერთად. ესეთი ამიტომ იყო, რომ ესეთ ადვილი იყო ამ ხელოვნების წარმოება ბუნებრივია და ესეთი მსხვერპლზე 1,200,000-ზე მეტია მსხვერპლი რუსეთის დღეს, მაგრამ ჩვენ უყურებთ, რომ საზოგადოებრივი განწყობა ასე თუ ისე ჯერჯერობით კონსოლიდირებული არის. და რა დრო დაჭირდება ამის შეცვლას და რღვევას, ხო? ჯერ ზუსტი ციფრის დასახელება ძალიან ძნელია. ამიტომ ეს უნდა გავითვალისწინოთ, როგორც კიდე გლობალური კონტექსტის ნაწილი. რაც შეეხება ეხა შეკითხვებს, ხო? მე არ მჯერა იმის, რომ ეს რადიკალურად 100%-იანად ევროპულ ყველა სახელმწიფოში განხორციელება ის ცვლილებები, რომელსაც კონთ უნდათ აი ხა ჩვენ საუბრობდით, ხო, იდეოლოგიური თვალსაზრისით უნდაც ამ. იმიტომ რომ ჯერ ესეთიც განსხვავებული ისტორიული გზა აქვს, ხო? და თვითონ ევროპა ძალიან განსხვავდება ერთმანეთისაგან, ევროპული სახელმწიფოები, ზოგან ეს სოციალ-დემოკრატიული ასე ვთქვათ, ინსტიტუტები და მიდგომა პოლიტიკის მიმართ არის სულ სხვა დონეზე, სადაც მემარჯვენე განწყობები ძალიან რთულად ვითარდება და აღმოცენდება ხოლმე იგივე ჩრდილოეთში, ხო? ჩრდილოეთ ევროპის სახელმწიფოები რო იყო, ხა სამხრეთ ევროპის სახელმწიფოები სხვანაირი არის. ანუ რაღაც დოზით ეს აუცილებლად გაგრძელდება, შეიცვლება კიდევაც მე დარწმუნებული ვარ. საერთო გლობალური პროცესების ფონზე მემარჯვენე განწყობები აუცილებლად გაძლიერდება ევროპაში, მე ამაში დარწმუნებული, მაგრამ მგონია რომ ესე რაღაც აი ჰომოგენურ მონოლითურ სახეს ეს ყოველ შემთხვევაში რაღაცა განჭვრედად მომავალში ვერ მიიღებს. რაც შეეხება რუსეთის საკითხს, რო დაუბრუნდა ეხა კლასიკური არ მინდა ეხა გეოპოლიტიკური აქ ეხა ლექციებს სალაპარაკო ჩვენ არ მოსულათ. არ არის ახალი ხედვა, რომ ამერიკის შეერთებული შტატებს რუსეთის ტოტალური მარცხი არც არასოდეს უნდოდა და არც ეხლა არ ჭირდება ელემენტარულად, იმიტომ რომ ეს არ ღვევს ძალიან გეოპოლიტიკურ ბალანსს, რომელიც ევრაზიის კონტინენტზე მდებარეობს, იმიტომ რუსეთის ჩამოშლა პოტენციურად ან ისეთი მარცხი, რომელიც აბსოლუტურად არაკონტროლირებადი პროცესები შეიძლება ამხელა გეოგრაფიულ არეალზე გამოიწვიოს. ეს პოტენციურად პირველ რიგში, რა თქმა უნდა, გააძლიერებს ჩინეთს, რომელიც არის მთავარი ამ დოკუმენტების მიხედვითაც მთავარი ასე ვთქვათ მოწინააღმდეგე ამერიკის შეერთებული შტატების და რუსეთს უბრალოდ თვლადი პარამეტრებითაც არ გააჩნია იმის უნარი, ბირთვული ხა ის რო არ კონდეს, ხო? სტატუსი ვერ იქნება ვერანაირად ამ ორ სახელმწიფოს თანასწორადი, ვერც ეკონომიკური, ვერც სამხედრო შესაძლებლობებით. ამიტომ ბუნებრივი ამერიკა ხედავს, რომ რუსეთი არ არის მისთვის ეგზისტენციალური გამოწვევების აქტორი, თუნდაც ესეთ რეალობაში. ამიტომ ის რომ არ ჩამოიშალოს გეოპოლიტიკური სივრცე ხელახლა თუ პუტინის ნათქვამი თქვა საბჭოთა კავშირი მათთვის იყო რუსებისთვის გეოპოლიტიკური კატასტროფა რა წარმოიდგინე რამდენი რა იქნება თქვა რუსეთის ანუ სხვანაირად რო თქვა რუსეთი არ არის როგორც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ იაპონია რომელიც იმხელა არის რომ უბრალოდ დაამარცხებ მას თუნდაც რაღაც ატომური იარაღით ან ისე შემდეგ ჩადგავ ბაზებს და უბრალოდ ამას აქცევ შენ თავარ დასაყრდენად მოკავშირედ აზიაში ხვალ ტერიტორია შენ ვერაფერს ვერ უზამ რომელიც არის ბირთვული სახელმწიფო ბოლოს და ბოლოს ვთქვა 20 წლის განმავლობაში ავღანეთში ვერ შეცვალე ხო ეს რაღაცა ერთ დღეში ჩამოიშალა ბოლოს როგორც კი გამოხვედი ხო ანუ ავღანურმა საზოგადოება ვერ გამოიწვია ვერაფერს ეხა ბირთვული სახელმწიფოს ესე დაშლა და იქ უმართავი პროცესი თან ეს 30 წლის წინ ჩვენ გავლილი გვაქვს საბჭოთა კავშირის დაშლას ჩვენ ვნახეთ რა მოყვა ამერიკის რაღაც წნეხი იმისთვის რომ ერთად მოეხდინათ აკუმულირება აი ამ რაღაც საფრთხის ბირთვული საფრთხის რატომ მოხდა უკრაინიდან და სხვა ქვეყნებიდან გატანა ხო ბირთვული შეიარაღების იმისათვის რომ ყოფილიყო რაღაცა კონტროლირებადი და გარკვეულწილად ჩაეწერათ ამ უსაფრთხოების არქიტექტურაში და ამ პირობებში იქ რომ დავიდეს დეზინტეგრაციის პროცესი ესაზღვრება პირდაპირ ჩინეთი რომელსაც ისედაც ძალიან წარმოდგენილია აღმოსავლეთ ციმბირში მისი ეკონომიკური ინტერესები წტომა რუსულ ნედლეუზე რესურსებს ისედაც ძალიან მაღალი აქვს და ესეთ ვითარებაში და სერიოზულად იყენებს გასაღების ბაზრადაც რა თქმა უნდა ხო და ანუ ეს ამერიკის გადმოსახედიდან მარტივად რომ ვთქვათ ეს არის გეოპოლიტიკური ბალანსის საკითხი რუსეთი უნდა მოითოკოს და თავარი ხა პრინციპში რაც არის განსახილველი ეს არის დონბასის საკითხი ხო უშუალოდ უკრაინის კონტექსტში რასაც რუსეთი ითხოვს პუტინი ითხოვს რომ მისთვისაც მნიშვნელოვანია რომ მისთვის ეს ომი არ წავიდა ისე როგორც მათი მოლოდინები იყო ეს ახლა ცხადზე ცხადია და განხილვასაც არ ექვემდებარება რომ ეს ორ კვირაში რომ ვერ დამთავრდა და რაშიც გადაიზარდა ეს არ იყო გათვლა ბუნებრივია თავიდანვე იმიტომ რომ რეალურად ომის წარმოება რუსეთმა დაიწყო 23 წლის მეორე ნახევარში ზაფხულიდან რასაც ქვეყნის ომის რელსებზე გადასვლა ქვია იმიტომაც არ იყო ამისთვის რა ქვია მანამდე ეს ყველაფერი გაკეთებული რომ ეს მათი მოლოდინი იყო რომ რაღაც ორი კვირის თავზე დასრულებული იქნებოდა მთელი საკითხი და რუსული პროექტი განხორციელდებოდა. ეხლა რუსეთზე რო ვისაუბროთ, როგორ გაიარა ეს წლები, ეს ცალკე დროის ამბავი არის, რატომ ქნა ეს ნაბიჯები, როგორ და ასე ამას თავი დავანებოთ. საერთო ნიშნით
ეს არის მთავარი დიქოტომია, რასაც ევროპისთვის რუსული საფრთხე არის სხვანაირი. თუნდაც გეოგრაფია არის ერთ-ერთი გადამწყვეტი ფაქტორი, საერთაშორისო ურთიერთობების სიტყვა გეოპოლიტიკა ჩვენში დამკვიდრდა და საერთაშორისო ურთიერთობების სინონიმად საერთო ჯამში, მაგრამ სინამდვილეში გეოპოლიტიკა ნიშნავს მიწისა და პოლიტიკოს, ასე ვთქვათ, ურთიერთობას ადამიანის მოქმედებას. ხო, გეოგრაფიის და მოქმედების. ხო, რა თქმა უნდა, აქ თავარი ერთ-ერთი ევროპისთვის რუსული პენეტრაციაც ევროპულ პოლიტიკურ სივრცეში სულ სხვანაირი არის. და რუსული საფრთხე სხვანაირია და რუსული ფინანსური ელიტების გავლენა ევროპულ ქვეყნებში როგორი იყო ამ აწლეულების მანძილზე, კარგად ვიცით, ხო? იგივე დიდი ბრიტანეთთან დაწყობილი აღმოსავლეთ ევროპამდე. ამიტომ სამხედრო საფრთხის ახმაც აღმოსავლეთ ევროპისთვის განსაკუთრებით აბსოლუტურად განსხვავებული, ამიტომ ევროპის ინტერესი არის, რომ იქ ისე არ ჩამოიშალოს უკრაინაში ფრონტი, ან უკრაინა ისე არ ომი ისე არ დამთავრდეს, რომ რუსეთს რაღაცა ხელახალი ან სხვაგან კიდე თავისი ექსპანსიური შესაძლებლობა ქონდეს, ეს ერთი და მეორე რომ ევროპა როგორც კონტინენტი და როგორც ცალკეული სახელმწიფოები მზად არ იყოს ამისათვის. თან ამას გააჩნია ძალიან სერიოზული წინაპირობა და უბრალოდ ისტორიული მეხსიერება, იმიტომ რომ მთელი მე-19 საუკუნის განმავლობაში მცდელობა სწორედ ეს იყო, რომ რუსეთი ძალიან არ გაძლიერებულიყო, იმიტომ რომ მაშინ საერთოდ იმპერიალიზმის ხანაა და ეს არნაირი საერთაშორისო ღირებულებები არ არის. ამაზე ძირითადად დიდი ბრიტანეთის ზრუნავდა, რომ ევროპის კონტინენტზე ვინმე არ გაძლიერებული. მას თავის ინტერესები ჰქონდა, ეხლა დიდი ბრიტანეთის ფუნქცია ჩაანაცვლა ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, მაგრამ მე-20 საუკუნეშიც პრაქტიკულად ამერიკის ბირთვული სახელმწიფოს დომინაცია იყო საჭირო ნახევარ ევროპაში, იმისათვის რომ მეორე ნახევარს აღმოსავლეთს არ გადაეყლაპა, ხო, მთლიანად, თორე ისეთი იდეოლოგიური სახელმწიფო როგორც საბჭოთა კავშირი იყო, რომლის მაშინ კომუნიზმის მომენტი მუშაობდა რა. იყო რომ მთელ მსოფლიოში უნდა გაიმარჯვოს პროლეტარულმა რევოლუციამ, ბუნებრივია რომ ეს საფრთხე აღიქმებოდა, მაგრამ შეიძლება ეს იდეოლოგია ერთის მხრივ აღარ არსებობს, მაგრამ გეოგრაფია არავის არ გაუქმებია ეს და ეს ისტორიული მეხსიერება მუშაობს, რომ ისინი ამას უყურებენ ძალიან ერთგვარად საშიშად. ჩვენ დავრჩა რამდენიმე წუთი და ჩვენ ვილაპარაკეთ ისეთ მოვლენებზე, სადაც პრაქტიკულად საქართველოს თუ არავინ არაფერს არ კითხავს, არაფრის შეტანა ესეთი კონტრიბუციის პრინციპში არ შეუძლია. მაგრამ ეს გლობალური მოვლენები ბუნებრივია ვრცელდება ჩვენზეც. შენ თუ ხედავ ძალიან მოკლედ რო თქვა, აი რაღაცა სცენარს, რომ აი ეს პროცესი, რომელიც ახლა სოფლიოში ესე მიმდინარეობს, რა ვითარებაში შეიძლება მოაქციოს საქართველოს. აი ნუ რა არის კარგი ამბავი და ცუდი ამბავი, რა შეიძლება იყოს უარესი სცენარი და რა შეიძლება იყოს უკეთესი. კი ბატონო, მე საუბრის დასაწყისში სტატია ვახსენე და სტრატეგიულ მარტოობის ნაწილს გულისხმობ ამ შემთხვევაში გეოპოლიტიკის დაბრუნება ჩვენ ფაქტობრივად განვიხილეთ. და ახსენე კიდევაც რომ არის თემები, სადაც რადიკალურად განსხვავებული, ასე ვთქვათ, მოსაზრებები გვაქვს, მათ შორის შიდა პოლიტიკაზეც ქვეყანაში ხდება, ხო? 2016 წელს მე რომ ვამბობდი, რომ საქართველოს სტრატეგიულ მარტოობაში იყო, მე გულისხმობდი რეალური პარტნიორებისა და მოკავშირეების არარსებობას. კი, ჩვენ ევროატლანტიკური ინტეგრაციის და ევროპული ინტეგრაციის გზაზე აქტიურად ვიყავით მაშინ, ვახსენე კიდევაც რომ წინ იყო ვიზა ლიბერალიზაციას და ეს საკითხებიც, მაგრამ მე როგორც კვლევარი მაინც ჩემ თავს ვაიდენტიფიცირებ უფრო ასე ვთქვათ პრაგმატული მემარჯვენე განწყობების ადამიანთან, მათ შორის საერთაშორისო ურთიერთობებში და მე სულ წერდი წლების განმავლობაში ვინც მიცნობს იცის რომ ძალა აუცილებელია თავდაცვის გაძლიერება, აუცილებელია სულ აკრიტიკებდი ხელისუფლებას თავდაცვის ხარჯებზე მაგალითად და ანუ ომი მგელია რომელიც დაუკითხავად მოდის ეს დამჩნევდნენ კიდეც მეგობრები ამაზე, მაგრამ მე ეგრე მოხდა. შეიცვალა ეს ყველაფერი, იმას იმიტომ ვიძახი რომ საქართველოს ჭირდება მცირე როგორც მცირე სახელმწიფოს რეგიონში ჩვენ ვიყავით ერთადერთი ქვეყანა რომელიც მაინც აი მყარ უსაფრთხოების გარანტიების გარეშე არსებობდა თავისი 20% ოკუპირებული ტერიტორიებით და აი წინ მდგარი კონვენციური რუსული საფრთხის პირობებში. შესაბამისად მე რასაც დღესაც ვაკრიტიკებ ბოლო 3 წელიწადია და კიდევ ერთხელ გავიმეორებ ეხლა ჩვენ ამ საგარეო პოლიტიკის პირობებში, რომელიც ქართულ მოცნებამ აერჩია, კვლავინდებურად აი სტრატეგიული მარტოობის საკითხი აიყვანა კიდე მაღალ რეგისტრში, იმიტომ რომ რაც არ უნდა, ეხა ამტკიცონ რომ კი აი ჩვენი გათვლები გეოპოლიტიკური ტრანსფორმაციის იმაზე ერთ-ერთი მთავარი ბოლო ნარატივი, რასაც ვისმენ ეგ არის რომ იყო მართალი გათვლები, პასუხი ამას რაც მოყვა შიდა პოლიტიკური იყო არასაჭირო არ აიხსნება გარკვეული სტრატეგიული და საგარეო პოლიტიკური ლოგიკით
და დღეს მე ვთვლი რომ რაც იყო საქართველოს თავარი სტრატეგიული რესურსი ის რომ დემოკრატიული მეტნაკლებად ჩვენ პროცესი ვქონდა და ეს იყო ერთ-ერთი თავარი მიმზიდულობის ადგილი როგორც ბევრი ეკონომიკური და ბევრი სხვა მიმართულების თვალსაზრისით ჩვენ ვიქეცით ფაქტობრივად ჩვენი სულის დღეს საქართველო არის ავტორიტარული კონსოლიდაციისკენ მიმავალი ქვეყანა და ჩვენ აი დაპირისპირებას რომ მე ვახსენე რომ აქეთ არის დემოკრატიული სამყარო და ის ყველა დანარჩენი, ხო? ჩვენ გვაგდებს მეორე ღერძზე. ჩვენი სულისკვეთები, ჯერჯერობით, ჩვენი მიდგომებით, იმიტომ რომ კი ჩვენ არ ყავდა სტრატეგიული მოკავშირე, პარტნიორები ყავდა, მაგრამ ამ პარტნიორობა არსი ის იყო, რომ ჩვენ გვცეული ვიყავით სტრატეგიულ მოკავშირედ და თუ გარკვეულ პირობები შეიქმნებოდა საერთოდ უსაფრთხოების გარანტიებიც მიგვეყო, თქვათ ნატოში ინტეგრაციის თვალსაზრისით. ეს ეხა როგორი საკითხი არის თავი დავანებოთ გასაგებია ხო თუნდაც ხა ამერიკული ჩანაწერის თვალსაზრისით რომ ამ ისტორიულ კონტექსტში რაღაც ეტაპზე ნატოს გაფართოება დასრულებული საკითხია და ეს ცალკე სამჯერო ამბავია უსაფრთხოების გარანტიები მაგრამ დღეს ჩვენ ვართ აბსოლუტურად დარჩენილი მცირე სახელმწიფო რომელიცაც ფაქტიურად საერთაშორისო არენაზე არ ყავს ომხრივად მომლაპარაკე ადამიანი არც ადამიანი არც სახელმწიფო რომელმაც მისთანაც ხონდა სტრატეგიული პარტნიორობა იმასთან საერთოდ გაგვიუქთა ამერიკის შეერთებულ შტატებს გულისხმობ ანუ თვისობრივად იმაზე უარის დღეში აღმოჩვით ვიდრე 2016 წელს რომ მე ამ სტატიას ვწერდი მე ეს პრობლემა მაქვს თავარი რომ ის რაც დღეს ქვეყანაში ხდება ეს ჩვენ საზოგადოებას გვანგრევს და წარწერა ჩვენს გერბზე რომ ძალა ერთობაში არის რაც რეალურად მცირე სახელმწიფოს თავარი ფოკუსი უნდა იყოს და ფინეთი რო ახსენე შენ ფინეთი მცირე სახელმწიფო არის. მიუხედავად თავის გეოგრაფიისა, ხო? რამდენიმე მილიონი ადამიანი არის. მაგრამ მე ამყოფი ვარ ფინეთში და აჩვენე საპარლამენტო დელეგაციებთან ერთად და კარგად ვიცი და კიდევ უფრო კარგად გავიგე, როგორი კონსოლიდირებული საზოგადოებაა. როგორი მაღალი მედეგობა აქვს. ნუ ეგ უბრალოდ ძალიან საინტერესოა ის საკითხები, რასაც შეეხე, ამაზეც რა თქმა უნდა არსებობს სხვადასხვა ერთ ფრაზას გავაკეთებ, რომ ჩვენ თუ გვინდა აი ესეთ ქაოტურ და ესეთ ტრანსფორმაციულ ეპოქაში გადავრჩეთ და ჩვენი ეროვნული ინტერესები იქნას რეალიზებული, ჩვენ ასეთი ფრაგმენტირებული საზოგადოებით და პოლარიზებული საზოგადოებით შანსები არ გვექნება გულა. ხო, იმედი გვაქვს, რომ ეს უნდა დაიძლიოს. შეიცვალოს. და ამას შეიძლება კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა რა ხელისუფლების მხრიდან. აუცილებელი არის. მათ შორის იმ ადამიანებთან მიმართებაში, ვინც ამ შიდა პოლიტიკურ სიტუაციას შეეწირა, ანუ დასასი დღეს ციხეში არის, საპრობლემში არის და მთლიანად ეს ყველაფერი არის შესაძლებელი და მე ხშირად ვუთითებ ხოლმე ქართულ ოცნებას, რომ პრაგმატულად შეხედონ იმას, გადადგან პრაგმატული ნაბიჯები და ეს ცვლილებები აუცილებლად უნდა მოხდეს. თუ გვინდა ჩვენ, როგორც საზოგადოება, დიალოგის უნარი თვისობრივად სხვა საფეხურზე ავიყავთ, იმიტომ რომ ეს დებატები კარგია, რაც დაიწყო. მნიშვნელოვანი გადადგმული ნაბიჯია, მაგრამ ჩვენ თუ თვისობრივად სხვა საფეხურზე გვინდა დაუბრუნდეთ როგორც საზოგადოება და ვისაუბროთ მართლა ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკაზე, ხო? მაშინ სულ სხვა ქმედითი ნაბიჯებია. კი ბატონო, ჩვენ იმედი გვაქვს, რომ კიდე გავაგრძელებთ ამ საკითხებზე ლაპარაკს, მათ შორის შიდა პოლიტიკის ჭრილში, ეს ძალიან საინტერესო იყო ეს, რაც იყო ჩვენი დისკუსიის და ამ ეთერის საგანი, ეს მიმოხილვა, მადლობა შენ სტუმრობისთვის მადლობა მოწვევისთვის. თემებს გადალევს და იმედია ჩვენ კიდე გავაგრძელებთ ურთიერთობას. დღევანდელი გადაცემა კი დასრულებულია, შევხვდებით მომავალ კვირას.